მოგესალმებით პარტნიორების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ძლიერი წვიმა და ქარია დღეს მთელი დღე ბათუმში განსაკუთრებით მაგრამ ამას არ შეუძლია ხელი რომ დღესაც გამოსულიყვნენ მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან და გამოეხატათ პროტესტი თქვენ ხედავთ ხოლგებით ხელში ისევ მოქალაქეებს რომლებიც დღესაც დგანან საკონსტიტუციო სასამართლოსთან და იცით რომ ეს ის ადგილია სადაც უკვე წელიწადზე მეტია იკრიბებიან მოქალაქეები და გამოხატავენ პროტესტს იმის გამო რაც ხდება ამ ქვეყანაში პირველ რიგში ჩაკეტილი გზის გამო რომელიც მიდიოდა ევროპისკენ და ვიცით რომ ევროინტეგრაციის კურსი არის შეჩერებული გამოხატავენ პროტესტს იმის გამო რომ ქვეყანაში არის ასეულობით პოლიტიკური პატიმარი სიმცის პატიმარი მათ შორის მზიამაღლობები რომელსაც დღეს გადასცეს ასევე კოალიცია მედიატორებამ გადასცა ჯილდო ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ასევე პატიმარია ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე რომელიც შევა პატიმრობაში და ეს მე დღეა ჩიმშილობს და მოქალაქეები ითხოვენ რიგარეშე არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულ სამართლის გარემოში და ლეგიტიმური მთავრობის გარეგნობას ქართული ოცნების მთავრობა კი სხვადასხვა მეთოდით კანონების მიღებით ცდილობს რომ ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში მათ შორის აკრძალული გახადოს პროტესტის გამოხატვა ტროტუარზეც კი აქ იკრიბებიან მოქალაქეები ბათუმში არ მხოლოდ ძლიერ წვიმაში არამედ თოვაშიც ხინვების დროსაც აქ კარუბიც კი იყო გაშლილი გასული წლის თებერვალში მაგალითად ოზიამაღლებელი შიმშილობდა ამიტომაც მოქალაქე რომელიც ხედავს თუ რა საფრთხის წინაშეა ქვეყანა რომელიც ქვეყანა კარგავს დამოუკიდებლობას და კარგავს სახელმწიფოებრიობას სუვერენიტეტს ის ისევ დგას ქუჩაში და ძალიან მკაფიოა დღეს პროევროპული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების განწყობები რომ ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური მთავრობა ვერ შეძლებს წინააღმდეგობის ჩახშობას ამ ქვეყანაში მათ შორის იმ რეპრესიული კანონებით რომელსაც იღებს ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური პარლამენტი. მე მინდა ბოლო ამბებზე დავალაპარაკო ახლა აქ მოსულ მოქალაქეებს მათ შორის იმ კანონთან დაკავშირებით რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება ცდილობს რომ პროტესტის გამოხატვა ტროტუარზეც კი ფაქტობრივად აკრძალოს და შეზღუდოს. მოდი რუსა ვარშავაშვილის გავესაუბრები. საღამოშტებისა რუსა მინდა რომ გაგესაუბროთ. მოკეთ ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციურ პარლამენტმა ფაქტობრივად შეზღუდა პროტესტის გამოხატვა ტროტუარზეც კი. რას ფიქრობთ ამ კანონზე? რა მასშტაბის რეპრესიაა ეს და რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? მოგესალმებით. ანუ ყველანაირი თავისუფალი ყველა მხრივ ყველა ტიპის მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვის შეზღუდვა ხო ესე თავსაკადრო შევხედოთ ამ კონკრეტულ შეზღუდვას რომ ტროტუარზეც კი ადამიანებს ან რაიმე პრობლემა ადამიანებს მომავალი წლების მანძილზე თუ ვაიდა ეს პროტესტი აღმოფხვრა თაობების მანძილზე როცა გაუჩნდება გარკვეული ტიპის პროტესტი ამ ადამიანებს რეალურად ყველანაირი ფორმით ექნება სრული შეზღუდვა თავიანთი ის გაშორების თუ გამოხატვის საშუალებით. როცა ამაზე დიდი რეპრესია რა უნდა იყოს იმის მანიშნებელი რომ ყველა მხრივ ყველა ხერხით ცდილობენ ჩვენ შეზღუდვას, შევიწროებას უბრალოდ ეს რეპრესიები ხან ცოტა ისეთი გახდა ანუ აი დაგვარბიეს მაინც გარეთ ვარ მოგწავლეს მაინც გარეთ ვარ დაგვიჭირეს გამოვედით მაინც გარეთ გავართ და თითქოს რაღაცნაირად იმუნიტეტი გამომიმუშავეთ რაც არ არის კარგი არც შემთხვევაში არ მივასალმები ამას იმიტომ რომ ეს არის უნდა იყოს თავზე დამცველები ინფორმაცია ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანისთვის იმიტომ რომ იაზრებდე რატო შეზღუდვას იწესებს არსებული დაუბრუნებაში ყოფილი მთავრობა ხო ახლა კეთილი რომ მოვიდე შესაძლოა გითხრას ვთქვათ რომ ხო თქვენ არ გაგიფრთხილები ვართ და ასევე აქცია უნდა გაიმართოს ამ დროზე სხვა ადგილას გაიმართოს თქო სადღაც გორაგსი აქ დაუსახლებელ ადგილას მე მგონი ეგეთ პრეცედენტებიც იყო არ ვიცი
მგონი რუსიაში იყო რა რაღაც ტერიტორიები შემოუსაზღვრეს და სტადიონზე შეეძლო გამართვა და ეს არის პაციმა უბრალოდ მოქალაქეების დაკნინება მათი როგორც ინდივიდების და არაფერ ჩაგდება ან სხვა არ შემიძლია რომ რამეს მივაწერო ეს ყველაფერი პასუხი ამ ყველაფერზე ჩემი პასუხი როგორც ერთი მოქალაქის იქნებოდა ეგ რომ არ შევეძლო, არ შევუშინე და ჩემი პოზიცია ყოველთვის რა შემთხვევაში ვერ მოახერხებს ივანიშვილი და მისი დაჯგუფება თქვენი აზრით ამ პროტესტის ჩახშობას, მაშინ როცა ყველანაირი ფორმით ცდილობენ ჩახშობას. ძალა ხალხია, ძალა ერთობაშია. აი ეს ერთი ფორმულა თუ ჩვენს რეალობაშიც ავამოქმედეთ, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი რომ ეს რაღაცა ეს ფორმულირება თვალსაჩინია ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ ეს იქნება ალბათ ის ერთადერთი ის შედეგადაც ვერ შეძლებს ივანიშვილი და მისი თანხმდები ჩვენზე სრული გაუქმების ხელში აღებას და ჩვენს შევიწროებას და აღარ არის ეს ბრძოლა. აი ხო რატომ შეიძლება იყოს გვიანი? ახლოს პერიოდში, ახლოს დღეებში. არ ვიცი. ჩვენ გავაფრთხილეთ წინასწარ რომ ხრელებსაც ამოავსებენ და ეს ხრელებს ოთხი მუშაობს ამოავსებთ ყველაფერს. ხრელების ამოვსების პროცესიც ნიშნავს იმას, რომ ეს ბრძოლა რაღაცნაირად უკომპრომისულად იქნეს, რომ ჩვენ რაიმე გამოსავალს ვიყოლით და რაიმე სხვა სახით გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. აი ამასაც შეგვიზღუდა, ეს რაღაც წინწრებით უკვე ნათქვამია, რომ კაც თუ რაღაც მორიგი რეპრესიები გოლის წინ და ზუსტად ეგ არის, რომ ყოველდღე შეგვიძლია კიდევ უფრო მეტად რთული აღმოჩნდეს ჩვენთვის როგორც მოქალაქეები. ასე მინდა გითხოთ ზურაბ ჭავჭავაძის შესახებ გათქმელი მეტროში, რომელიც შიმშილობს უკვე მე-18 დღეა, განაგრძობს ამ შიმშილობას. თქვენ ესწრებოდით ვარცხნები მისი პროცესის? პროცესზე განსხვავებით დარბაზში შეძლო მოახერხა, იმიტომ რომ პირველ სხდომას დავესწარი და მეორეზე სპეციალურად სწავლედი დასასწრებად და გადმოიტანეს პატარა დარბაზში. ალბათ ნახეს რომ ის პირველი დარბაზი, რომელიც საქალაქო სამსახურში ყველაზე დიდია, შეივსო, ეს სავარაუდოდ არ ესიამოვნათ და გადმოიტანეს შედარებით პატარა დარბაზში და აქ ესეთი ამბავია ხოლმე 14 ბრალდებულის დაწვის ყველა არის ეს ხალხი, არ ვიცი, ჩემთვის ესე პატიმრად ვერ აღვიქვა, რომ ანუ უბრალოდ მართლა სრულიად აბსურდულია ის ბრალდებები, რასაც ამ ადამიანებს უყენებენ და ურას ხნეობას და განძლეობას უსურვებს, შეუპოვარი ადამიანია, რომ არ მგონია, რომ ეხლა ჩვენს ეს შემოძახილზე რომ სულაც შეწყვიან რამე, რაღაც ძალიან წამოყვეს, ბევრად უფრო ტრაგიკული ომები და ბრძოლები გამოუვლია ამ ადამიანს და მგონია, რომ რაღაც შინაგანადაც ვიზნობს, რომ კიდევ ერთი ესე გარდამტეხ პროცესი გადის. როგორც ქვეყანა, ასევე თვითონ როგორც ინდივიდი და ჩემი მხრიდან ერთი რაც შემიძლია, რომ რაღაც მხარდაჭერა ვაგრძნობინო ხოლმე სხვადასხვა ფორმით, როგორც შევძლებ. ეგ არის და ეგ და უბრალოდ გარდა კიდევ პირველ სხდომაზე რომ ვესწრებოდი, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანების სიტყვები მოვისმინე, რომელიც იყო ისე დამახელვებელი და ისეთი ემოციური, რომ ხდებოდი, რომ ბევრად მეტი გმირი გყავს ამ ქვეყანას, ვიდრე მოყალატე, უბრალოდ ამ მოყალატეების ხელშია ძალაუფლება სამწუხაროდ ეს ამ რეალობაში და მაგრამ ვარ იქ სადაც ვარ. აი ეს ძალაერთობაშია, რაც გახსენებთ, რომ ეს არის ერთგვარი ფორმულა იმისთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას ხალხმა, ხო და გაიმარჯვოს დემოკრატია. რა ფაქტორებზეა ახლა დამოკიდებული თქვენი აზრით ყველაზე მეტად ამის რომელიც შედგეს ეს ერთობა? რას უნდა დავძლიოთ, თქვა, რა არის მთავარი მომენტი? ალბათ სხვადასხვა ფაქტორებია, მან შიში სავარაუდოდ არის ერთ-ერთი მოთამაშე ფიგურა ამ პროცესში, მაგრამ გარდა ამისა, რაღაცნაირი ამპარტავრებაც თითქოს თითოეულ ადამიანებს რაღაცნაირად ძალიან კარგად მოახერხა პროპაგანდა ჩვენი გაცალკევება და მხარეებად დაყოფა და თუმცა რეალურად რო დავფიქრდეთ, არ ვართ ეს მხარეები, რეალურად საბოლოო ჯამში ეს მტერი საერთოა, ერთიანია და ეს არის რუსეთის ცალსახად და
რუსეთთან და ხალხი მგონი საზოგადოებაც ქვეყნის შიგნით ხედავთ რომ არის განცალკევებული ცალ-ცალკე მხარეს დგას ადამიანები თუ რაღაც ოცნება არის რაღაცა მცირე მხარდაჭერით ეს ჩანს არჩევნებზე რომ მას არ უჭერს ამორჩევის დიდი ნაწილი მხარს ხო ნახეთ რომ კახიკალაძე აირჩა თქვა თბილისის ამორჩევლების საერთო რაოდენობის 20%-მა ესეც მობილიზების და ადმინისტრაციული რესურსების გათვალისწინებით ხო და დანარჩენი ხო აი ჩანს რომ იგივე თქვა ირჩევს ევროპას 80% ქვეყანაში ფაქტია რომ ამის კონსოლიდირებული ფორმით გამოხატვა ვერ მოხერხდა არ ვიცი ეს როგორ არის შესაძლებელი საკმაოდ ფული საკითხია და ალბათ ბევრია საფრთხე ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანების მიერ ვინც ცოტა უფრო გლობალურად და უყურებს ამ საკითხს მაგრამ ნუ ფაქტია რომ მოქალაქეებში ის წინააღმდეგობა თუ პროტესტი ბევრად უფრო დიდია ვიდრე ხლა ამ რაოდენობით მათთვის ამ ძლიერ წვიმასა და ქარში გამოსული მოქალაქეების რაოდენობით მგონია რომ ჩვენს უკან ბევრად მეტი ადამიანი დგას ვიდრე რეალურად აქ წარმოვადგენ თუნდაც თბილისის მასშტაბით არ არის პროპორციული არ გულისხმობ ყველა შეიძლება რომ სიუჩაში მაგრამ გულისხმობ იმას რომ ხალხში პროტესტი არსებობს მაგრამ რაღაცნაირი ფორმა არის მოსაკუთრებელი რომელიც ამ ადამიანებს მისცემს საშუალებას რომ თავიანთი პროტესტი გამოხატონ ბევრად უფრო ფრიად და ეფექტურად და ეს არ არის აუცილებელი იყოს შედგომა ამაზე ვიდეო და აქციების გაკეთება მოხდა დიდი მადლობა ეს რუსტემ ვარშალომიძე იყო თქვენ მას ისმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში მოდი გავისაუბრები ასევე აქ მდგომ სხვა მოქალაქეებს ნინა კაკულიას გავისაუბრებ ბოდიში გაწყობინებთ საუბარს ნინა პირველ რიგში რა მინდა კითხოთ რა ეტაპზე გადადის ახლა ოცნება და მისი დაჯგუფება რომელიც იღებს აი ესეთ კანონს რომ ტროტუარზე პროტესტის გამოხატვასაც კი გზაავს აი ამის გამოც კი შეიძლება დააპატიმრონ ადამიანები ვინც თქვა ტროტუარზე შუსუსს პრაქტიკულად ნებართვის გარეშე დადგება და გამოხატავს პროტესტს ეს არის იმის დასწრება რომ ზოგადად გარე პოლიტიკას რო გადავხედოთ ოპტიმიზმის ირგვლივ დამოკლეს მახვილის ქვეშარია ზოგადად და ქართული ოცნება როგორც მისი სატელიტი ალბათ ამასაც გრძნობს და როგორც ზოგადად ასეთი კანონები ჩვენთვის იმის დასტურია რომ მალე დასრულდება ეს მალე როცა ვამბობ ისტორიული მასშტაბით მალე ეს ახალ შეიძლება არა მაგრამ ამას გრძნობენ და შიში აკეთებინებს ამას შიშმა მიაღებინებს როგორ ბათუმელი მეტროშის გზავნილები თქვენი მეუღლის თემურქათამაძის რომელიც ქართველი მუჰაჯირების თავმოვალია და რომელიც გააძევა ქვეყნიდან ქართული ოცნების მთავრობა თემური პედაგოგი იმით არის დაკავებული რომ ამ საქართველოში გავრცელებულ ახალ ამბებს თარგმნის ხურხულად ინგლისურად და თავის Facebook ჯგუფებში აქვეყნებს, ავრცელებს და შეგახსენებ რომ მისი ერთ-ერთი ჯგუფი, ერთ-ერთი ჯგუფი ყავს 200,000 გამომწერი, საკმაოდ დიდი ჯგუფი და მეორეც საკმაოდ მრავალრიცხოვანია და ანუ სხვა თუ არაფერი აქედან ამგვარად ხარს გვიჭერს როგორ ხედავს ის წინამდებობის განვითარებას ამ ქვეყანაში როცა უკვე მეორე მეოძრეში კიდევ ერთი მეოძრეში ამ აქციის ზიგო ზურაბ ჭავჭავაძე შიმშილობს ქვეყანაში უკვე 18 დღეა აკავებენ ადამიანებს უყავს ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი მისთვის როგორც ჩვენთვის ყველასთვის დარტყმა იყო მოულოდნელი და უსაფუძვლო და უსამართლო ახლა თუ შეიძლება ითქვას რომ თემურის შემთხვევაში რაღაცნაირი საფუძველი ჰქონდათ მაინც ზურას შემთხვევაში არანაირი საერთოდ და იმის გათვალისწინებით ზურა აფხაზეთიდან დევნილია მით უფრო საშინელი ამბავია ეს თემის საქმეში დევს მარტო ერთ მტკიცებულება როგორ გადაადგილდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში დროშით ხელში დიახ ანუ ამ ლოგიკით ესე იგი ადამიანი საკუთარი ქვეყნის დროშით საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში ვერ დადგება ხუთაში. ამ ლოგიკით ასე გამოდის. მაგრამ ის რო შიმშილობს, აი თემურს თვითონ აქვს გამოვლილი თვითონ მისივე შიმშილობა
ციხეში მყოფი ადამიანისთვის არის ერთადერთი იარაღი, რომლის მეშვეობითაც შეუძლია რომ მიიქციოს საზოგადოების ყურადღება და ებრძოლოს უსამართლობა. მაგრამ ის რომ ბატონი ზურა იყო მშრალ შემშულობაზე, რა თქმა უნდა, იყო ძალიან სასწრაფო, ძალიან სანერვიულო, მაგრამ დღეს გავიგე და ეგრევე ჩემს შევაწყობინე, რომ წრის მიღება დაუწია და შევით ამოვისუნთქეთ. ანუ თვითონ ის სული სიმტკიცე და ფიზიკური, რა თქმა უნდა, გამძლეობა ამას ჭირდება. რომ ამდენი დღეა ბატონი ზურა შემშულობს, ეს მისთვის თემურისთვის საამაყოა. მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ნერვიულობ მის მდგომარეობაზე. დიდი მადლობა. ეს ინეკაკულია იყო. Nos usmენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი მალხას ჭკადოას მოусმინოთ. მალხა საღამოშვიდობისა. თქვენ დაკვირვებით რა ეტაპზე გადადის ივანიშვილი და მისი დაჯგუფება, როცა ეს პრაქტიკულად აუქმებს პროტესტს ქვეყანაში და ტროტუარზე გამოხატვის თავისუფლებაზე, ტროტუარის უკვე ადამიანები გამოხატავენ პროტესტს, შეიძლება ამის გამო დააპატიმრონ 15 დღით და განმეორების შემთხვევაში უკვე მოხდეს ამის კრიმინალიზება. თვეების განმავლობაში მესმოდა ჩემი ახლო მეგობრებისგან, რომ ამ ქვეყნისგან ბელორუსიელი დადგება, რომ ჩვენ დემოკრატიის გემოსყიდვა არ ვიგებთ, არ ქონდა სოციალური დემოკრატია, მაგრამ ვიბრძოდით გამოხატვის თავისუფლებისთვის, მის თავისუფლებისთვის. ამიტომ აქ ეს სცენარი ვერ ახორციელებოდა. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ რომ ბელორუსსაც გავუსწავლეთ და უსწავლეთ. ანუ ახერხებს დიქტატურის დამკვიდრებას ივანიშვილი ამ ქვეყანაში. კონსოლიდაცია სჭირდება და მათ ამ კონსოლიდაციაში ჯერჯერობით ხელს არაფერს არ უშლის პრინციპში სახელმწიფო აპარატის დაქვემდებარებას გულისხმობ. პირველში უნდა ძალოვანების მობილიზების გულისხმობ და ზოგადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მობილიზაცია გულისხმობ. აქ იმასაც გაუსვამს, რომ ყველა სისტემაში მუშაობ ადამიანი არ მიმაჩნია, რომ თანაბრად უნდა აგებდეს პასუხს იმაზე, რაც მოხდება. მაგრამ არის მათთვის რაღაცა გამართულებელი გარემოებები, რაც ამ კონსოლიდაციას შეუძლებს ეს არის შეხედავთ ჩვენი სოციალური ან სხვა სახელმწიფოები, სადაც ავტორიტარიზმის კრიტიკა და სხვა წარმატებით მიმდინარეობს, იქ პრაქტიკულად თვითმარი ეკონომიკაა. ჩვენი სტანდარტ რესურსების ქვეყანაში როგორ უნდა მოახერხოს, ვთქვათ, თუნდაც ეს ძალოვანები საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები 100,000 რისი მედი აქვს ამ კუთხით თქვენი აზრით ივანიშვილს? რა გაცვლები შეიძლება ქონდეს მას? გაცვლები იქცევთ, რომ მაქსიმალურად შეკვეცავენ საბიუჯეტო დანახარჯებს. ჯერჯერობით ზრდიან, ხო თქვენ იქ ბათუმის საკრებულოში, მერიაში გაუზარდეს ხელფასი მერის საკრებულოს. შეიძლება ერთეულ მუნიციპალიტეტში და საჯარო უფლებების რაღაცა ნაკლები ხელფასები გაზარდონ, მაგრამ ჩვენ ყავს 700,000 სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომელთა ასე ვთქვათ, შემწეობა ძალიან დიდი ტვირთი არის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ამიტომ არც ის არის შემთხვევით, რომ პროვოკაციამ გამოაცხადა, რომ 300 ლარიანი დახმარებების პროგრამა გაჩერდება 2021 წლის მარტიდან და ასევე გადახედავენ უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანის სტატუსის ქონის მიზანშეწონილობას. ანუ პრაქტიკულად 700,000-დან შეიძლება რამდენიმე 100,000 თუ არა. ან თქვენ ამას ელოდებით, რომ ბევრი შეიძლება შეუწყდეს სოციალური შემწეობაც კი, ხო? თან ხმადაღებულად ლაპარაკობენ, რომ ეკონომიკა რო იზრდება და ნაკლები ადამიანია სიყრმე. ამ დროს მარტო სუპის ფულიც აღარ დარჩათ მოქალაქეებს. ამიტომ ასეთი ხარჯების შემცირება ცხადია მოუწევთ. ამავდროულად საბიუჯეტო დანახარჯების შემცირება მოუწევთ და აკეთებულია როდესაც ადამიანებს უკვე აღარ აძლევენ საშუალებას ტოტალურად იყვნენ დასაქმებული ორ საბიუჯეტო ორგანიზაციაში და უამრავი უარის შესახებ ინფორმაციას. ხო, ანუ აქაც ამ ნაკლები ფული უნდა გაედინებოდეს საბიუჯეტო ორგანიზაციიდან. აღარ აინტერესებს ის ადამიანი იმ დანაკლის რითი ამოაქვს. მაგალითად, თუ
თუ თქვა მე მანქანე მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და რკინიგზის სახელმწიფო კომპანიაში და 1000 ლარიდან 1500 ლარით ნაკლებ ხელფას აიღებს, იმიტომ რომ მეორეგან მუშაობის საშუალება არ ექნება, რითი უნდა გაუძლოს ამ ადამიანმა საკუთარ ოჯახს ის დანაკლისი, რაც მიადგება, ხო? ამიტომ ასეთი მოჭერილი სოციალური პოლიტიკა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ცხადია იმის პირდაპირ პროპორციულად რომ გაიზრდება პოლიტიკური თანამდებობის ფიგურების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების ხელფასები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ადამიანები უნდა ყავდეთ კარგად, რომ ამ ადამიანებმა არ დაიწყონ მაგალითად უკმაყოფილების ეს ვერტიკალი არ შემოერგოს, ხო? ეს შეინარჩუნოს მისი მდგრადობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებზე არ გავრცელება იმ ორ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, რომელიც ეხო აჭარის ტელევიზიას ասასწორებს. აჭარის ტელევიზია, იმიტომ რომ ნახეთ, ჟურნალისტები, ოპერატორები, ვიღაცა ადამიანები, რომლებიც რამდენიმე ადგილას მუშაობენ და მათ შორის კერძო კომპანიებში, ეს ადამიანები არ უნდა ყავდეთ უკმაყოფილებლად. ამ ადამიანებს არ უნდა მოშივდეთ. მათ ისევ შეიძლება იმუშაონ ორ სამსახურში. უნდა მივიდეს ხო მათთან ან რაღაც ამ კატეგორიაში არ უნდა გაჩნდეს უკმაყოფილება. მეორე გარემოება რაც თავისუფლად ამ ყველაფერში არის ზოგადად ის რომ ყველაფრის მიუხედავად და იმის სამწუხაროდ იმისა რომ პრაქტიკულად დავკარგეთ ისტორიული შანსი რომ ევროინტეგრაციის მიმართულება გაგრძელებული ქვეყანაში ჩვენ დემოკრატიული სამყარო არ ტოვებს მაგრამ ამის გამოხატულება ის რომ უამრავი სახელმწიფო აღიარებს ქვეყანაში პოლიტიკური ბატონობის არსებობას უამრავი სახელმწიფო აღიარებს იმას რომ პრაქტიკულად საქართველოში არათუ უსუაგო დემოკრატიული არამედ ზოგადად დემოკრატიის ადგილი აღრჩება და რა თქმა უნდა მესამე მთავარი გარემოება რაც შეიძლება გავასახელოთ არის ის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება რომელიც პრაქტიკულად ძალიან ბევრი ამ საგამოძიებო ფილმში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოების ფასად დაჯდა ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. რეჟიმი რომელიც BBC-ის გამოძიების მიხედვით იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საწამლავს ამ დიქტატორულ სახელმწიფოებშიც კი ძალიან ცოტა შეგვიძლია ესეთი რუსეთში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი 20 წლის განმავლობაში შეიძლება რუსული ქიმიური იარაღი გამოიყენეს სირიაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებს საკუთარი რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გაგვიგია. არც ბელორუსზე შეგვიძლია იგივე ვთქვა. ანუ შენ ბოლო 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოახერხე ის, რომ იქეცი გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნიდან ისეთ რეჟიმად, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს წავდა. ამიტომ მაგრამ ჩვეულებრივი ნივთიერება გამოვიყენეთ ასეთია სუსის ვერსია. ნუ ახლა სუსი ხო ის გამოყენება შეგვიძლია. ამით არ მორჩენილა ამბავი. ამით არ მორჩენილა ამბავი, დარწმუნებული ვარ, რომ გაერო შესაბამისი კომიტეტები და ორგანიზაციები, რომლებიც ქიმიური იარაღის შესახებ მუშაობენ, გამოყენების შესახებ მუშაობენ, ამ საკითხს არ დატოვებენ, მე არ გამოვიცხავ. კიდევ უფრო სხვა დონეზე გადავიდე საკითხი, მაგალითად ზოგადად მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების გამოყენება იმ მასშტაბით, რომ შეიძლება საერთაშორისო სამართლის, ჰუმანიტარული სამართლის სასამართლოს კი ჩაერთოს. ამიტომ მე არ ამგონია, რომ ვთქვათ თვითონ მათაც ვთქვათ კომფორტულად ცხოვრების და კომფორტულად ქვეყნის ეგრეთ წოდებულად მართვის საშუალება აქვს ახლა, იმიტომ რომ ვერც ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ქვეყანაში რაც არსებობს სოციალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, ჯანდაცვასთან დაკავშირებით, განათლებასთან დაკავშირებით ვერ აგვარებენ მეტიც პრაქტიკულად ის რაც ისედაც ხიფე იყო და რაღაცა ზედნაშენები ჰქონდა გარკვეულ მიმართულებით, მაგალითად ზოგადი განათლების თემა, უმაღლესი განათლების თემა, პრაქტიკულად ძარცვავენ ამ ყველაფერს. მარტივად ათეულობით შენობა, სადაც ახლა დაარსების და აშენების დღიდან არის აკადემიური ინსტიტუციები, ეს სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი და ასე შემდეგ, რომლებიც თავისთავად ცხადია, რომ ძალიან კარგად ილაშქრებულობ ამ შენობების გაყიდვაზე გადავდნენ, იმიტომ რომ საიდანღაც უნდა მოიტანონ ეს ფული. ყველაზე მარტივია გაყიდო რა?
უძრავი ქონება სახელმწიფო ბალანსზე არსებული და თქვა დაინტერესო რომელიღაცა ინვესტორი ვითომ იქ გახსნას იმ შენობაში გახსნას რაღაცა სასტუმრო რაღაცა სხვა რა გაქვს ანუ რას ვაწევთ ანუ ამისთვის გამოიგონ ეს იგივე ეს განათლების რეფორმა რომ ეს ფული დაზოგონ რაღაც ახალისგები გამოიმუშავონ მეტი ფული უმაღლესი განათლების რეფორმა მხოლოდ ამის გამო არ არის მაგრამ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი უმაღლესი განათლების დეფორმა სინამდვილეში დეფორმაცია რეფორმად რომ მოიხსენიებენ თვითონ მიზნად ისახავს რომ უმაღლესი განათლება არათუ ფასო გახდეს როგორც ამას გვეუბნებიან ამით გაძვირდეს და ხელმიუწვდომელი გახდეს ისეთი ხელმოკლე ოჯახებისთვის რომელთა შვილები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის როგორღაც მიიღონ უფასო განათლება იმიტომ რომ ადგილები შემცირდება ფაკულტეტები შემცირდება ვერ იქნება ასეთი თავისუფალი არჩევანი და შესაბამისად ხელმოკლე ოჯახი რომელიც ცხოვრობს დაშორებულ სოფელში ან დაშორებულ მუნიციპალიტეტში ვერაზოს ვერ შეძლებს საკუთარ შვილს შესთავაზოს ისეთი მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის რომ მან რეალური კონკურენცია გაუწიოს მდიდარი ოჯახის შვილს, რომელსაც აქ ძალიან კარგი ხელმისაწვდომობა წამყვან სპეციალისტებს, ხო? ამიტომ უმაღლესი განათლება ცვლილდება, უმაღლესი განათლება ხდება არაინკლუზიური, ის პრაქტიკულად გახდება პრივილეგირებული და ამ რეფორმის რაღაცა ნაწილს გავიზიარებდი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ სახელმწიფო მეუბნები რომ იცი რა არის არ არის საჭირო ამდენი იურისტი, ეკონომისტი, ჟურნალისტი ასე შემდეგ, მაგრამ რას თავაზო პროფესიული განათლება ამ ქვეყანაში განვითარებული, ანუ სულ 3-4 კოლეჯი რო გვაქვს, სადაც მოხვედრის შესაძლებლობაზე ინფორმაცია არც კი აქვს საკმარისად არც მშობლებს, არც ოჯახებს, არც უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა ისწავლონ. ან სამუშაო ადგილია იმდენი ასეთ სპეციალიზაციის მქონე ადამიანებისთვის, რომ ასარჩევად კონდეთ საქმე, ხო? ანუ პრაქტიკულად როცა ამბობენ, რომ უმაღლესი განათლების ამ რეფორმით ხელს შეუშლიან მე-12 კლასელების გადინებას ქვეყნიდან, პრაქტიკულად პირიქით ძალიან ბევრი ახალგაზრდა აირჩევს, რომ ვისაც გონება და ჭკუა არ უჭირს ასე ვთქვათ და ფიქრობს რომ რაღაცა მომავალი უზრუნველყო საკუთარი თავისთვის რომ პირდაპირ გესაიტებს იმ ევროპისკენ და ამერიკისკენ რომ ხედავს როგორ არაკონკურენტულ გარემოში იქნება ამიტომ ეს არის აი ძალიან დამაზიანებელი კი არა დამაქცევარი ამ სისტემისთვის და ძალიან ოღონდ განსხვავებით რეფორმებისგან რომელთა შედეგებით გება რაღაცა 5-6 წელიწადში ეს რეფორმა უკვე ძალიან მალე გამოვიდა იმიტომ რომ უკვე 2026-27 წლიდან იქნება ახალი სისტემა, ხო? და მეორე ამბავი, რა თქმა უნდა, ძალიან იზრდება კორუფციის რისკები. 60 ადამიანი, რომელიც გამოუშვეს ეროვნული გამოცდების ცენტრიდან, ამ ადამიანებმა ააშენეს ძალიან ისეთი სისტემა, სადაც მართალია ბევრი ხარვეზი იყო, მაგრამ მომდროულად ყოველ შემთხვევაში კორუფციული გარიგებებზე ჩვენ არაფერი არ დაგვიგია. ახლა უკვე ეს ახალი შემადგენლობა ჩვენ არ ვიცით ამ ადამიანების კვალიფიკაციის მიხედვით შეარჩევენ თუ ვიღაცის ნათესაობის ქართულ ჯიგულ ფონდში როგორც ქართული ოცნების ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობდა ახლა რომ შეისხეს ხო კი არა ბოლო რამდენიმე წელია ხო ეს არის რაღაცა ჯაჭვი გადაწყვეტილებების რომლის არც ერთ ბოლოს არ მივყავართ კარგი შედეგი ამიტომ აქ რას უნდა მიექცეს ყველაზე მეტად ყურადღება ადამიანებმა, ვისაც აქვს ეს პროტესტის განწყობა, ვინც ირჩევს ევროპულ მომავალს, მაგრამ იგივე ეს განათლების დეფორმა ხო, რასაც თქვენ უწოდებთ, ასევე ექსპერტები ძალიან სასახათაობრო, ეს არის რეფორმა, არამედ დეფორმა, იგივე ქიმიური ნივთიერების გამოყენება. ეს არ აღმოჩნდა გარდამტეხი ამ წინააღმდეგობაში, ამ საპროტესტო მოძრაობაში, ხო? რას ეტყოდით თქვენ მოქალაქეს? რა არის ყველაზე მეტად ყურადღება მისაქცევი? მეგობრებო, შეიძლება ეს ვიღაცებს კონდეთ შეგრძნება რომ აქ ჩვენთვის ეს 350 რაღაცა დღე რაც მახსოვს ეს მათი ბრძოლის ნაწილი არ არის მაგრამ ქიმიური იარაღის გამოყენება და შვილისთვის მომდა განათლების კარგი ხარისხიანი მეტნაკლებად ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა არ გიხებათ ანუ არ ვიცი საფრთხო გარემო არ გიხებათ კორუფციის თემა არ გიხებათ ის საკითხი რომ პრაქტიკულად ვარ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე სამწუხაროდ ონკოპაციენტების სკოლის ხელშეუხლების ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ერთი გარემოებიდან გამომდინარე რომ ჯანდაცვა რო არ არის ხელმისაწვდომი და პრევენციულ ღონისძიებებზე რო არ ტარდება
ყურადღება რო არ მახვილდება და პრაქტიკულად უფრო ჩვენი შემოსავლების 70% ხარჯავთ კვებაზე, დარჩენილს 20%-ს კომუნალურებზე და 10%-ს ვერ უხერხებთ ვერაფერს, ხო რა მიმართულებაზე გაამახვილებთ ყურადღება, ანუ რა ვიცი, ერთ სახელმწიფოში ცხოვრობთ მგონი და ქვეყანაში რა თქმა უნდა არის ძალიან ესეთი რამდენიმე ალბათ 10,000 ადამიანი, რომელსაც წელიწადში შეიძლება 5,000 ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდეს, შეიძლება მეტიც იყოს ეგეთი ადამიანი, მაგრამ პრაქტიკულად რავი, სოციალური გარემო არ უმჯობესდება, ფასები იზრდება და შეიძლება ეს ქიმიური მოწამვლა არ ჯეროდეს, შეიძლება დათხრილი თვალები, ნაცემი ჟურნალისტები, ადამიანის უფლებები დიდად არ გადარდებოდეს, მაგრამ კვება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ხონდა გადარდებოდეს, არა? ამიტომ ამას არ სჭირდება სამოქალაქო აქტივიზმი და ამას არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული მიგრირება. ეს შენი გარემოა და ამ გარემო როგორი იქნება აბსოლუტურად იმაზეა დამოკიდებული ჩვენ რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ ანუ ბოლომდე დავუხრით თავს ამ ყველაფერს თუ რაღაცას ძალიან საქმიანად კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებით შევეცდებით რომ ვიბრძოლოთ საკუთარი უფლებებით. დიდი მადლობა. ეს ბავშვაჭკადოა იყო საერთაშორისო გამარჯვებულების საქართველოს ანალიტიკოსი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ მთელი დღე წვიმდა ბათუმში, ახლა ხანს გადაიღო, მაგრამ ამ წვიმის არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ მოქალაქეები მოსულიყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ისევ და ეს არის თქვენი პასუხი ასევე ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ანტიკონსტიტუციურ პარლამენტს, რომელიც სხვა არაერთ რეპრესიულ კანონთან ერთად მიიღო ისეთი კანონიც, რომ პროტესტის გამოხატვა, საპროტესტო აქციის მოწყობა ტროტუარზე გახადა კრიმინალიზებული. ფაქტობრივად აკრძალა პროტესტი ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლებამ. რადგანაც თუ ადამიანები შეიკრიბებიან ტროტუარზეც, ამ შემთხვევაში მათ უნდა შეეტყობინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი პრაქტიკულად გასცემს ნებართვას, ანუ მის ასე ვთქვათ, განწყობილებაზეა დამოკიდებული, სად შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები და როდის შეიკრიბებიან. მაგალითად შეიძლება უთხრას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონკოპაციენტებს, რომ თქვათ ისინი გამართავენ აქციას არა დღეს, არამედ გამართავენ აქცია ერთი კვირის შემდეგ და არა თქვათ პარლამენტის წინ ან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ან საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ეხლაც არის მოქალაქეები შეკრებილები, არამედ უნდა შეიკრიბონ სადმე დაუსახლებელ ადგილას. რაც ნიშნავს პრაქტიკულად პროტესტის გაუქმებას ამ ქვეყანაში და მოქალაქეები რომლებიც იკრიბებიან ბათუმში, ასევე პარლამენტთან თბილისში და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში ყველგან ისმის დღეს პროტესტის ხმა, არის ერთგვარი პასუხი ქართული ოცნების არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს საღამოს. ესწრებოდნენ ჩვენს გვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.